იპოთეკით დაზარალებულმა პირებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გამართეს. შეკრებილების განმარტებით იპოთეკით დაზარალებულთა გამოსახლება ბანკის და კერძო მევახშეების მხრიდან გახშირდა. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას შეისწავლონ მათი საქმე და შეწყვიტონ დაზარალებულების გამოსახლება. აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მსგავსი ტიპის აქციებს ისინი მომავალშიც გააგრძელებენ. სასწრაფოდ გაუქმდეს, გაჩერდეს გამოსახლება, გამოაცხადონ მორატორიუმი. იმიტომ ეს თვითონ კანონები არის ქვეყანაში უსამართლო, დაკანონებული და თვითონ ხელშეკრულებები არის აბსოლუტურად სულ გასასამართლებელი. ლაპარაკია 150,000 ოჯახზე, 150,000 ოჯახი. დაახლოებით 500,000 ადამიანია. ძალიან პრინციპულები ვიქნებით ამ ბრძოლაში. უკან არ დავიხევთ, ჩვენ გვაქვს უამრავი ფაქტი, ამ დღეებში გამოვაქვეყნებთ ამ ფაქტებს. მთელი საზოგადოება ერთად უნდა დავდგეთ, რომ რაღაც უშუალოდ ამ პრობლემას, იმიტომ რომ ასეულობით 1000 ბავშვი უსახლკაროდ რჩება.